გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. თეთრი ხალათის დღეა? ხო, ამიტომაც გაცია თეთრი პერანგი, ხო? და ემთხვა შევთქვით. შემთხვევით არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ დღეს გექნება ძალიან საინტერესო სამედიცინო თემები. რადგან სამედიცინო დღეა შე როგორ ახარ ჯერ მოდი მაგას დავიწყო. იცი რა, მე ვთხოვე პროდიუსერებს რომ დღეს ყოფილიყო თავიდანვე სამედიცინო დღე, რომ ძალიან ვიავადყოფე და ახლა მჭირდება რეაბილიტაცია, მაგრამ არ ვიცი ეს რეაბილიტაცია როგორ ჩავიტარო, მაგრამ ყველაფერი მე მითხრეს რომ ყველაფერი რეაბილიტაციის შესახებ და არა მარტო კლინიკა Medigard-მა და ეს პროდიუსერებმა დამახვედრეს. ხო, შენ რომ დღეს იქნებ ბოლომდე რეაბილიტირებული გამოვიდა. მაგრამ ჩემი ავადმყოფობა რამოსატანია, ჩვეულებრივი გრიპი მქონდა, ვირუსული, მძიმედ კაკი გადავიტანე, მაგრამ როდესაც არის ესეთი ავადმყოფობები, როგორც არის ჰეპატიტი, კუწნაწავის მილიონი დაავარდება, ძვალსახსროვანი. და ზოგადად რეაბილიტაცია ყველა თავშეთ ოპერაციული ჩარევის თუ რაღაცა სხვადასხვა პრობლემები. მე არ ვიცოდი რომ რეაბილიტაცია ოპერაციამდეც შესაძლებელი ყოფილა. მოკლედ ძალიან საინტერესო და ბევრი ინფორმაციას ყველაფერ ამაზე მოგაციტია ჩვენი დღევანდელი სტუმრები ციკახო არ გახმართ. კი, როგორ არ მაქვს მაშინ მე წარგიდგენ სტუმრებს კლინიკა Medigard-ის დირექტორი უჩანებიერიძე, თერაპევტ ჰომეოპათი მარინა კერვალიშვილი და ონკოლოგ რადიოლოგი კოტე ბარიშვილი. გთხოვთ მობრძანდით. გთხოვთ. სალამი მობრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, მობრძანდით. მოკლედ ვფიქრობთ რომ ისეთი თემები წამოვწიეთ ახლა ვიდრე თქვენ შემოხვიდოდით რომ ბევრი მაყურებელი მივიჯდა ხა ტელეკრანებზე ოპერაციამდე რეაბილიტაცია მეც არ გამიგია. ელოდება მე კიდე გამომრჩა რომ გარდა იმ მნიშვნელოვანი დაავადებებისა რომელიც ჩამოთვალეთ Medigard-ში კიდევ არის აი თქვენ წარდგენაზე გამახსენდა ხო ონკოლოგიის შემთხვევებში ქიმიოთერაპიის დროს ასეთი სარეაბილიტაციო თერაპია ასევე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გამოსაერთად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრე რაღაც სხვადასხვა ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ ყველა ერთხელ დაგვიჩნდა რომ რეაბილიტაცია ძალიან რთულია ჩვენთან არ ხერხდება ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან მივესალმები ამ თქვენს ცენტრს, ესე ვთქვათ, რომელშიც გამახვილებულია ძალიან ძაფრად ეს რეაბილიტაციის პროექტი, ესე ვთქვათ და გეგმა. მაშინ როგორი სახის რეაბილიტაცია ტარდება თქვენს კლინიკაში? ამით დავიწყოთ საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. დღეს მცირე დროს შევეცდებით რომ ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიოთ იმის რომ არ არის რეაბილიტაცია რო გჭირდება ეს რაღაცა მართლა უკვე თამამად შემიძლია თქვა რომ ეს არის სტერეოტიპი და მეტი არაფერი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს და ჩვენს კლინიკას რეაბილიტაცია არის ყველა სახის თამამად შემიძლია თქვა ეს არის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ეს არის ნევროლოგიური რეაბილიტაცია სპორტული პოსტტრავმული ბავშვთა რეაბილიტაცია და ასე შემდეგ და პრინციპში ყველა აი სფეროები რომელიც ჩამოთვალე ის დარგები ამ რეაბილიტაციის პრინციპში შემიძლია ვთქვა რომ სრულფასოვნად კომპლექსურად ხდება ჩვენთან მისი წარმოება ასე რომ ის რო ახლა შეიძლება იყო პრობლემატური წლების წინ ეს უნდა მოვიდეს რომ ახლა გააგზელი იყო კი ნამდვილად და მეც რომ მე მახსოვს რომ თურქეთში დაკავდა სპორტსმენები ელემენტარულად რომ ვიდექი ამ პრობლემის წინაშე უშუალოდ რომ მჭირდებოდა ხშირად რეაბილიტაცია ანუ ვაცნობიერებდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს და საერთოდ მთელ მსოფლიოში აღიარებულია ის რომ იგივე ოპერაციულ მკურნალობას თუ არაოპერაციულ მკურნალობის დროს სხვა თერაპიის როლი მოდის დაახლოებით 50%. მეორე 50% არის რეაბილიტაცია. თვითონ სიტყვა რეაბილიტაცია პაციენტის სრულ აღდგენას მის პირვანდელ მდგომარეობამდე მიყვანას. თქვენ სარეაბილიტაციო პროგრამაში ამოვიკითხე ჩემთვის უცნობი სიტყვა კინეზოთერაპია. კი ბატონო. ვიქნებ გაგვიმარტოთ რა არის. კინეზოთერაპია ეს ჩვენ საქართველოში ითვლება ესე ვთქვათ ახალ პროდუქტად, ახალი ხილია ესე ვთქვათ, თუმცა ძალიან ბევრგან უკვე მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკაშიც ძალიან აქტიურად გამოიყენება. ეს არის ძალიან მარტივი და დამზოგველი თერაპია, რომელიც წარმოებს, ესე იგი, მისი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ აქ ხდება ვარჯიშები 3D განზომილებაში, ანუ პაციენტი იკიდება სპეციალურ მოწყობილობაზე, რომლის დროსაც იკიდება, კი, სპეციალურ ეს სხვათა შორის საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა. იკიდება ესე კარგად იკიდება. კი, ანუ მე თვითონ მოდი კომფორტულად მოდი არ არის პაციენტი. იმთან კავშირში არის. არა, აბსოლუტურად პირიქით, მომენტალურად ხდება, აი პირველივე პროცედურის შემდეგ, თან პროცედურა გრძელდება დაახლოებით 15-20 წუთი პირველი სეანსი. და მომენტალური შვება ვითარდება. ანუ მექანიზმი არის განპირობებული იმით, რომ
რომ არა მარტო ზედაპირული, არამედ ღრმა კუნთების მოდელირება ხდება, სადაც არის დაჭიმულობა იმის რელაქსი მიდის, სადაც არის რელაქსი იმის დაჭიმულობა, ტონუსირება მიდის და შესაბამისად ძირითადად გამოიყენება ეს მსხვილი სახსრების და ასევე ხერხემლის პათოლოგიების დროს. და ნუ ისეთი დაავადებები, როგორიც არის ართროზი, კოქსართროზი, ბლისთეზები, ხერხემლის, თიაქარი და ასე შემდეგ, საკმაოდ ეფექტურად და ხშირ შემთხვევაში ისეც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კინეზოთერაპია, როგორც მონოთერაპია არ მიდის, ხშირ შემთხვევაში მიდის კომპლექსურად სხვა თერაპიებთან ერთად. რომელიც ასევე უხვათაა თქვენთან ელექტროთერაპია და ასე შემდეგ, მაგრამ ვიდრე სხვა თემებს შევეხებოდეთ, ბავშვები ახსენეთ თქვენ და ბავშვების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ბავშვების რეაბილიტაცია ეს არა მარტო იმიტომ, რომ ეს ეხება ბავშვებს, ზოგადად საქართველოში ბავშვებში არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. 10-დან 8-9 მოზარდს განსაკუთრებით სკოლის პერიოდის ბავშვებს. ნუ არ ვიცი, ეს ბევრი სხვადასხვა პირობებით არის განპირობებული, ეს არის მძიმე ჩანთა, არაძორი ჯდომა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მართლა შემზარავია სტატისტიკა. 10-დან 8-9 ბავშვს აღენიშნება ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია, ხერხემლის გამრუდება და ასე შემდეგ. რაც შემიძლია მართლა დიდი სიამაყით თქვა, რაც შეეხება კლინიკას, რომ ჩვენთან არის ძალიან ინტენსიურად მიდის ბავშვთა რეაბილიტაცია, ზუსტად ხერხემლის სკოლიოზების, გამრუდებების და ასე შემდეგ სხვადასხვა პათოლოგიების დროს საკმაოდ წარმატებულად არის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი პროფესიონალიზმი, ძლიერი მეთოდისტები, ძლიერი ექიმები, ასევე ელექტროთერაპია, ანუ მიდის ყველაფრის კომპლექსური ჩართვა და ისეც ხაზგასმელია, რომ ბავშვების რეაბილიტაცია ყოველთვის მიდის პედიატრის და ბავშვთა ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ. ანუ აქ არ არის მხოლოდ ის, რომ აი მოიყვანე მასაჟი გაუკეთდა, ვარჯიში გაუკეთდა და ასე შემდეგ. თუმცა დარბაზი რა თქმა უნდა ფუნქციონირებს, არის აღჭურვილი მაქსიმალურად. მაგრამ შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და კომპლექსურად, რაც თავარია. და ეს ელექტროთერაპია რა მიზნებით გამოიყენება? ელექტროთერაპია არის ძალიან ფართო ცნება, ანუ საქართველოში ყველა ვიცნობთ, როგორც ეს მოკლე სიტყვით ფიზიოთერაპია. თუმცა ფიზიოთერაპია დიდი ხანია გაცდა აი იმ ცნებას, რასაც ქვია ულტრაბგერითი თერაპია, ჩვენ ვეძახით ფიზიოს. ეხლა არის მრავალი ესეთი ელექტროთერაპიული საშუალებები, ეს არის მაგნიტოთერაპია, ლაზერ, ოდესმე მაგნიტოთერაპია მოტეხილობების დროს, აი წარმოუდგენელ ეფექტს იძლევა იმ მხრივ, რომ 9-დან 12 დღეში დაახლოებით თუ არ არის საშინელი რაღაც ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, აბსოლუტურად შეიძლება კი არა ვიღებ შედეგს იმას, რომ პაციენტი დადის, მოძრაობს ეს შემდეგ, ანუ თაბაშირი აღარ ჭირდება. ანუ ძალიან აჩქარებს ძვლის შეხორცების პროცესს. ანუ ერთ-ერთი ისეთი კარგი თერაპია, საკმაოდ ეფექტური ესე ვთქვა.